დღეს გადაცემაში ნახავთ. კეთილი იყოს თქვენი მოგზანება ჩემთან წნეში. გადი ბიჭო იქიცა ხელში. ვარ გავიწდება ფინალში რო 3 ადგილია. დედა, ეს ჩემი კაფა არის? ისე. დაგბრიდა. ახელებო თქვენ გენაცვალეთ. დადი არის ფანტასტიკური შეგამრეები. რა, არ მოგიწონა? მაგარია რა. აუ, აი, შეფების ლიგის მე-6 სეზონის პირველი ფინალისტი იქნება ავთანდილ ცეცხლაძე. კეთი სალაყაია. ნიკუშა მანაგაძე. მოგესალმებით შეფების ლიგის დიდ ნახევარფინალში. დადგა ნახევარფინალის დღე და მე აქ ვარ. აბა თუ გამოიცნობთ ვინ არის ნახევარფინალში? რა თქმა უნდა მე. საუკეთესო 4-ეულმა დიდი და ძალიან რთული გზა განვი. დღეს კი მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებთ სანატრელ ფინალს. კიტელიანი ყობა ელოდება თავის ფინალის კიტელს რომ დაამტკიცოს ის ყველაფერი რაც დაიწყო თავით. ამ ეტაპზე შემთხვევითობა აღარ არსებობს. აქ უკვე ყველაფერი თქვენს გამოცდილებაზე და გემოზე არის დამოკიდებული. ნახევარფინალის დავალება ვიცი რომ მარტივი არ იქნება და ძალიან მაინტერესებს რა გველის წინ. დღეს გავაკეთებ ყველაფერს რომ მოხვდე ფინალში. ამიტომაც დღეს დავალება არის ერთ-ერთი ყველასთვის ყველაზე საყვარელი კერძი, რომელსაც საკმაოდ ფაქიზი მომზადება ჭირდება. დღეს თქვენ უნდა მოამზადოთ მწვადი. და დღეს ჩვენი დავალება არის არც მეტი, არც ნაკლები, მწვადი. ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან გახარებული. ახალმა კაცმა მწვადი როგორ ვერ უნდა შევწვა. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით რომ საუკეთესო მწვადი მზადდება ბუნებაში, ცეცხლზე. ამიტომ დღეს ყველანი მივდივართ ჩემთან. და შეფ კეთის მივყავართ თავისთან სახლში, რომ ეზოში ვიმწვადაოთ. ნახევარფინალი გაიმართება ჩემს სახლში წნეთში. სადაც მოგიწევთ რომ შეწვათ მწვადი ჩვენთვის და ჩვენი ჯგუფის წევრებისთვის. და დაამტკიცოთ რომ თქვენ ნამდვილად იმსახურებთ ფინალში ყოფნას. მივდივართ წნეთში რომ შევწვათ კარგი ჯეგრული გახური მწვადი. საკმაოდ რთული გამოწვევაა ნახევარფინალში, რადგან მწვადი ერთი შეხედვით ვინმეს არ ეგონოს რომ მარტივი მოსამზადებელია, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, თან ამ კომფორტის ზონას ბჭყალებში თქვენ გაცდენილები იქნებით უცხო გარემოში, მართალია ბუნებაში, თუმცა მეტი კონცენტრირება დაგჭირდებათ. და სანამ გზას გაუყვებით, თქვენ გაქვთ 1 წუთი, რათა მოიმარაგოთ ყველა საჭირო ინვენტარი და ინგრედიენტი. ასე რომ მოემზადეთ, გელოდებით ყველას ჩემთან წნეთში. აბა წავედით, გეპატიჟებით შეფ კეთისთან. წავიდა. წავიღებ ნინჯას ბლენდერს თან, წავიღებ კბილი ქვეყნის გემრიელობას, სანამ წვაც შევწავ, მე მივირთებ ამ კბილეულობას. წავედი მე წნეთში. წნეთში აუცილებლად დამჭირდება ფლეკენბოკის პროდუქტები, ხელთათმანი წავიღოთ სახეხი მავთული, ასევე დამჭირდება მე ფერმას კარაქი. აუცილებლად ჭირდება ხელბაგის ხელსახოცები. წავიღებ ტულშინკასა მოცარელას, გავიგე ხორცყველი უხდებაო. გავიღოთ სოიოს რწე და გვჭირდება ბონასერას მაცივრიდან. წავედით წნეთში. ორა მშვენიერი დღეა. მივდივართ წნეთში კეთისთან, სადაც გაიმართება შეფების ლიგის ნახევარფინალი. ძალიან ღელავ, იმიტომ რომ ჩემთან იმართება ეს ნახევარფინალი და მინდა რომ საუკეთესოდ წარდგენ, მინდა რომ
იდეალური პირობები შევთავაზო იმისთვის, რომ არაჩვეულებრივი მწვადი შეწვანი. მწვადი შეწვა წნეთში ერთი შეხედვით ძალიან მარტივად ჟღერს, მაგრამ არც ესე ადვილად არის საქმე. იმიტომ რომ მწვადის შეწვას დიდი ოსტატობა ჭირდება, ცეცხლის ტემპერატურა, თვითონ ხორცის ზომები, მარილიანობა და მისი ათვენტურობის, ასე ვთქვათ, გამზადება არ არის მარტივი, რადგან ბევრ ფაქტორს შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი ვარ, ვიქნები ძალიან მკაცრი, იმიტომ რომ ჩემს სახში ცუდი მწვადი არ იწვევ. მეტი არ მინდა ვინმე ცუდი შეწვას. ძალიან საინტერესოც ჟღერს თვითონ ეს ტური, რომ ბუნებაში, ქალაქ გარეთ, შეზღუდულ დროში არ იქნება მარტივი ამბავი და ნახოთ რა იქნება, აბა. წავედით წნეთში. ჩამოვედი წნეთში, სუფთა ჰაერზე, მაყალი, ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ დავიწყოთ წვადების შეწვა. კეთილი იყოს თქვენი მოგზანება ჩემთან წნეთში. მოგაზონებული ეზო სასახლე სად მოვედი თავის ზღაპარში მგონია. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა ქეთის მასპინძლობისთვის. ბრავო! გავართ და რა გინდა. ჩემი შტილი დამყვება ისევ გიორგი. კედი აქედან. როგორც ხედავთ, დღეს თქვენ ქეთი მოგიწყოთ იდეალური პირობა, რომ შეწვათ მწვადი. ერთადერთი რა ჩვენ მოგვეთხოვება არის, რომ თავები არ შევირცხვინოთ. თქვენი ამოცანაა დაანთოთ ცეცხლი და შეგვიწვათ იდეალური, წვნიანი, უგემრიელესი მწვადი. ისეთი, როგორიც ეკადრება ნახევარფინალს. და ქეთის ეზოს. წვადი მიყვარს, წვადი მაგარია, წვადი კარგი. შევ ქეთის ეზოში უფრო მიყვარს მოგაზონებული სასახლე. ფინალში მოსახვედრად და იდეალური მწვადის შესაწვავად თქვენ გექნებათ ზუსტად 70 წუთი. აბა მეგობრებო, მზად ხართ იბრძოლოთ ფინალით? თქვენი 70 წუთი ჩაირთ. უნდა ვცადო და შევწვა ყველაზე მაგარი მწვადი. აი, ბევრიც არ მინდა. წალამს ფიქრობ, რომ ნაკლებად გამოვიყენებ, იმიტომ რომ მინდა რომ ნეიტრალურ გემოზე იყოს, მაგრამ ცოტას მაინც შევბოლავ რა. უფ, რა მიყვარს ღია ცის ქვეშ ესეთ ეზოში კაი მწვადი შეწვა, სუფთა ჰაერზე. უფ. შევ ქეთისთან გვაქვს ნახევარფინალი. ძალიან რთული ტურია. შეიძლება მწვადი შეწვა ბევრმა ახლა თქვას რომ ვიციო, მაგრამ როცა ნახევარფინალში ხარ მაქსიმალურად დაძაბული და ყველაფერი 5 მაგას და 10 მაგად რთულია რა. დღეს ჩემი მწვადი გადაწყვეტს, გადავალ თუ არა ფინალში. მწვადი არასოდეს არ შემიწვავს. პირველად წვავ. გრილზე კი შემიწვია, მაგრამ აი ასე ყველაფერი მე რო გამიკეთებია, ეგრე არა. პირველ რიგში უნდა დავანთო ცეცხლი, მერე დავიწყებ ხორცის დამუშავებას. გამოვიყენებ ფრეკენბოკის ხელთათმანებს. ჯერ ცეცხლი უნდა დაანთო, ჯიგარო. რა თქმა უნდა, ყობა დგას ჩემს გვერდით, აქაც არ მასვენებს. დავქნა, ვერ მოვიშორ ეს ბიჭი. დავიწყე კისრის დამუშავება, რომელსაც გავუკეთებ მარინადს და მექნება ასევე ნეკნის და უმზეურის ნაწილი, რომელსაც შევწავ უბრალოდ მარილთან ერთად. დგას გიორგი და აკეთებს მარინადს. რა მარინადი? რის მარინადი? ახლა მწვადს რა შეჭირდება მარინადი? გიო, ხო ძმა. ხო არ გავიწყდება ფინალში რომ 3 ადგილია. ან შენ იქნები ან მე. ან მე. და ორივე რა ვიყოთ არ გაწყობს? არა. შენი წუთები აი პროექტში დათვლილია ჯიგარო. აი. პირველ რიგში ვიწყებ ცეცხლის დანთებას და ვიტანჯები, ვერ ვანთებ ამ ცეცხლს. მიდი ნილიკო, მიდი და მიხედო მე. არ არის პრობლემა, არ უჩქარ. ჩემთვის ძალიან რთული არის ჯერჯერობით ცეცხლის დანთება. მოვიდე ნილიკო, მოგიხმარო გინდა? კი, მინდა ბებუჩი, მოდი. ახლავე. მინდა რომ რა თქმა უნდა გადავიდო ფინალში და დღეს უნდა გავაკეთო მაქსიმუმი. თან ერთი გოგო ვარ. ყველამ დაიწყო ცეცხლის ანთება, მე ვარ მშვიდად. ესენი დაეტაკნენ ცეცხლს, გონიათო არ გაჩვევიან, არა და წალამის დაწვას დაახლოებით 5 წუთი უნდა, 10 წუთი მაქსიმუმ. მაგრამ მარინადი, ჩემი მარინადი, რასაც მე ვაკეთებ, დრო სჭირდება და მინდა რომ მოასწროს. გადი ბიჭო იქით ხელს მიშ. გადი, მართლა გადი. იპილი ხო არ გვაქვს მათ ხო? კოპი ის? არა. 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 მაშინ ჩემსაც გამოიყენე. გამოიყენე. როდემდე უნდა იარო ჩემ ხარც. წინა ტურებში იყო ჩემ რეცეპტებს ვიპარავდი, ეხა ჩემ ბილბილს ვიპარავ. სამაგიეროდ ეხა შენგან შეიძლება ვიპარავდი, მაგრამ შენზე კაი გამოდიოდა. დარწმუნებული ხარ? იმპროვიზაცია. მომე რა პილპილი რა?
დავიწყე ხორცის დამუშავება, გავოცალე კანი და გადავალ ნაჭრების ამოღებაზე. ორივე სახეობის წვადი მზად არის. ეხლა დროა დავანთო ცეცხლი. დავიწყოთ ცეცხლის ანთებაი. იცი ცეცხლის ანთება რო? ბიჭო, სხვათა შორის არ ვიცი. თუ მასწავლი? მე მჭირდება ეხლა. გავიგე სელპაკის სალფეტკებსო, ძალიან მაგრა ეკიდებაო ცეცხლიო რა და. ეხლა გამოვიყენებ სელპაკის სალფეტკს. პირველ რიგში გავასუფთავოთ ჩვენი მაგიდა. ნახე, იდეალურად ასუფთავოთ. და ასევე გამოვიყენებ ჩემ სელპაკს ცეცხლის ასანთება. ვიხედები გვერდით და კობასა გაგუზგუზებული ცეცხლი და ვიფიქრე, ხო, მაგრამ მოპარო თქო. და აცე ხელი და მოპარე. არა, წამემშავანთი დინიკო და გადმოგიზიარე ფიგრები. გასწავლოთ ცეცხლის ანთება? კი. არა, უკვე ნახევარფინალში ვარ და ვერავის ვერ გასწავლდით. მე რა? როგორც ცეცხლი დაინთო თამაში დაიწყო. ცეცხლი დაინთო. ახლა გადავდივართ. მე გადავდივართ ხორცის დაჭრაზე შენ. მეც უკვე პროცესში ვარ რა. ჩვენ ისევ ერთად ვართ. ისე მოგიწია. მე გადაწყვეტილი მაქვს რომ შევწვა კლასიკური მწვადი და ასევე მარინადი მწვადი და ასევე ბოსტნეულის მწვადი. მოკლედ დღეს მწვადაო. მწვადთან ერთად ვაპირებ რომ ბოსტნეულიც შევწვა და მინდა სოუსად ბროწეულის ჩემებული ვერსია შევთავაზო, იმიტომ რომ ქართლში ზოგადად ეგრეთი წესი გვაქვს რომ მწვადს უხდება ბროწეული და მორჩა. მე ვაკეთებ ორნაირ მწვადს, ერთი კლასიკური და მეორე ვაკეთებ ფენა-ფენა, ღორის სუკი მაქვს და ვაკეთებ საწებელს და ვაკეთებ ტყემლის გლაზი უნდა გავაკეთო, რომ გლაზირება მოვახდინო. ესე იგი გათვლა მაქვს დღეს. ჩემ მაყალთან ახლოს დავაყენე კობიკო, წაუყიდე ცეცხლი და გავბოლე. ვერაფერს ვერ ხედავს ეს კობიკო, მაგრამ პრინციპში გათვლაა რა ესეც. გავიგუდეს რა არის ეს? დაგვახჩება. რა ძმა? რა და ცეცხლია, ამდე თუ ხჩოლა. მე რავი მაქეთ დავდგებიო და. მე გითხარი დავდგები თქო, მე არ მithქო შემბოლე თქო. ესე ვინათებს გიორგი ცეცხლი, შეხედე რას გავს შენი ცეცხლი. მე? ო, ეთყობა. ყველაფერი გადაწვა. გადამწვა მე, გაგბოლა, გამბოლა, დავიწვი გიორგი. არის ცეცხლის დანთება შეეშ. აუ მართლა დავიწვი, ვერ მივდივარ მაგიდასთან. მაგრად ეხავს. გადაგიდებ ამ გრინ იმას და მე გაიგე. როდესაც? ბიჭო, ვერ მივდივარ მაგიდასთან, ვერ ვაკეთებ ვერაფერს. მაგრად ეხავს. წყალს დაგისხავ ეხლა. მაგრად ეხავს ეგეც. გავაკეთე უკვე ხავხისა და პილპილის მარინადი, ახლა კი გადავალ უკვე დაჭრილი ხორცის შამპურზე ასმაზე, მინდა რომ მაქსიმალურად ორგანიზებული ვიყო. ასე საჭირო, ესე იტყო საქმეი. დავიწყე აჯიკისთვის ინგრედიენტების გატარება, რომელიც იქნება ნიგოზი, ოქრაქუში, ქინძი, ქინძის ტირები, ცხარე, წიწაკა და ხახვი. კახური ზეთი და ცოტა ძმარი. ველოდებით წვას, მანამდე კი ყველი, კიტრი და პომიდორი ვანებიურებ ჩვენ თავს. ჩემთვის რთული ტური არის დღეს, იმიტომ რომ ძლიერი კონკურენტები მყავს. თან ორი კახელი მყავს, რომელიც წვათს წავენ არაჩვეულებრივად, ну ძალიან ცოტა დაძაბული და ნერვიულად. მიჭირს ცოტა შამპურზე აცმა, ცოტა უჩვეულია ჩემთვის. მაგრამ აი ასე, ეს ფენა-ფენა გავაკეთე. ერთი, ასეთი. გავზომავ. კიდე წავა აქ. ამასობაში ძალიან დაცხა და მე გავგზავნები ბონასერას რძეს ავიღებ. ურაცივი არა კარგია. მე დღეს ვამზადებ ნამდვილ აჯიკას, კახურად, სალატს, გუდის ყველი მაქვს, ტყემალს და პურს. დავი, მე მგონია რომ თავარი ინგრედიენტი მწვადი უნდა იყოს და მაგით თუ გაკაჩავა არ. შენ მაგასაც ვერ შეწვავ ნაკვერცხალზე და შენგან ავიღებ ცოტა ნაკვერცხალს. ვერაფერსაც ვერ აიღე. გავაკეთე აჯიკა. ეხლა ვაკეთებ ჩემი სტეტისთვის ტყემალს. მე დავიწყე ყაბაყის დაჭრა, ვაპირებ გავაკეთე ბოსტნეულის მწვადიც. ამისთვის გამოვიყენებ ხავხს, ყაბახს, პომიდორს, ბულგარულ წიწაკას და ჩვეულებრივ წიწაკებს. ავაწყე პომიდორი. იქ მინდა მაყალზე რომ გამოვაცხო და ამისგან მინდა გავაკეთო საწიბელი. ორჯერ ხართ. აქვნა ეგრე მოგიწევს.
იცი რომელი ძალიან მარტივია ეს გადაწერა. შეგიძლია შენ გააკეთო და შენ გამოიყენო, შენ გამოიყენო. შენ ხორცს არ მაძლევს. შენი არ გაქვს? დაუთმე, გაიგე მინდა რომ. კაი, რას გააკეთეთ? ახლა მწვადს რო შეწვავთ, კაი, გავიგებ. კიდე რაზე წვალობ? მე ვაკეთებ წვავთ პირველ რიგში, ავაკეთებ კიტრი პომიდორის სალათას ბებია ჩემის რეცეპტით. აჰა. ადრე ბავშვობაში როგორ წამდი ხოლმე ნაჯიკით. ხო. კახური ზეთით და კიდევ მექნება ტყემალი. ოღონდ არა უმბალოთი არა ბექონდარით. ხო? არა უმბალო რო იმინა ტყემლისა? ხო, მაგრამ რაღაც ხონდა შევცვალოთ როდეს. რაღა უმბალოს ცვლი. ეხოწები ანახე რა. აი შეხეთ. ცეცხლი ვერ დაუნთია და მწვადი უნდა შეწვას. აბა. მითხარი, კმაყოფილი ხარ მოკლედ რა. სახლი არის ულამაზესი, ტური გამოდის, ნახევარფინალი უსასწაულესი, მონაწილეები კიდე უმაღლესი ხალხი არიან და თქვენ ხო ნუ საერთოდ ახლა არ ვილაპარაკებ და კაი ამიდიც დაგვემთხვა, კაი განწყობა, სუნიც ისეთი ტრიალები. ამათმა დადეს უკვე ბოსტნეული ნაკრილმა. ისინი ამზადებენ. ნინიმ დაბეგონ და ისინი ასამზადებენ. კახელები რა შვებიან? ყობა სალათსაც აკეთებს, ყემალსაც აკეთებს, ოღონდ უმბალოს არ იყენებს და ბექონდარას იყენებს, როგორც ვიცი. და გიორგი ორი სახის ხორცს წვავს, ყემალს აკეთებს ეგეც. ხო, დამიყავა. ტარხუნით ვაკეთებ ყემალს. ამ ბოლო დროს გაირკვა რომ მწვადი შეწვა არის ის არავინ. ქალაქში კაი მწვადს ვერ შეჭამ, ყველგან არის პრობლემა, ხან ხორცი არის პრობლემა, ხან შეწვის ტექნიკაა, თან მოკლედ მწვადი გახდა საძებარი. და ისეთი მწვადი მინდა რომ იყოს, რომ ვთქვა რომ აი ძლივს არ ვჭამე, კარგი მწვადი. ისეთი მწვადი, რომ თქვენ სახლს ეკადრებოდეს. მადლობა დიდი. და დღეს არის ის მნიშვნელოვანი დღე, როცა გამოვლინდება მე-6 სეზონის 3 ფინალისტი და ასეთ კარგ ადგილას კაია გამოვავლინოთ 3 ფინალისტი ღირსეული. გადავწყვიტე რომ კარახი გავაყო ტალფაზე, შემდეგ შევბოლო და ეს შებოლილი კარახი გადაუსვა მეტი გემრიელობისთვის ჩემს მწვადს. ეხლა გამოვიყენებ ფერმას კარახს. ეხლა კარახს დავდებ ტაფაზე რომ გავალღო და როზმარინით ჩემი ხორცი გავაგემრიელო. გავიხედე, გამოვიხედე, შევქეთი სამზარეულოში ნახე ტაფა, წამოვიღე, დავდე. ნაკვერჩხალზე და რა ვწედავ. შევქეთი გაბრაზებული მოდის. ერთი არ დავინახო. დედა, ჩემ ტაფას, ეს ჩემი ტაფა არის? კი, შევ. ხო კარგა. მიხიდით ახალს. 400 ლარიანი ტაფა, ვერ არიან ესენი. კარგა ტეფლონი. აიღე ხა, მანახე. ყობა ამ მოგაზონებული და მოსასახლეურის სივრციდან გამოიტანა ერთი ჩანდა ფულიროგის ეგეთი ტაფა და ზედ ნაკვერჩხალზე დაიწყო რაღაცების მოტაფვა. რა თუნდა ბიჭო? ნაკვერჩხალი გადმოყარე და ის აქვე დამიწევს მთელი ბალახი. ჩემი 500 ლარიანი ტეფლონის ტაფა, მინ ჩააგდეს ნაკვერჩხალს, დაგბრიდავ. პატ. უი, ბოდიში შე, არ ვიცოდი ეგეც ვიფას ტაფა თუ იყო, თორე არ მოვკიდობდი ხალხს. მაპატია. აი, კიდევ ვინას მიშავებს? შევქეთი არის შოქში. დავიწყოთ ხორცის აცმა შამპურზე. საერთოდ ხორცს როცა აცმავ ხელში კარგად უნდა გეჭიროს, ხორცი კარგად არის დარბირებული. ჩემი მარინადის დამსახურებით. ზოგადად მწვადი მარინადი არ უნდა იყოს, მე ეს ძალიან კარგად მესმის, უბრალოდ მინდა რომ შეფებთან უფრო მრავალფეროვანი გავიდე და უფრო საინტერესო და ნაშრომი ვიყო რა. მინდა რომ ნახევარფინალში შეფები გავაოცო, ამდენი ტური ტყუილა ხო არ ვიწვალე. მიუხედავად იმისა, რომ ვარ საველე პირობებში, მე მაინც გადავწყვიტე რომ გამოვაცხო პური. ეხლა ვზირავ ჩემი სეტისთვის პურის ცომს, რომელიც მინდა გამოვაცხო ტაფაზე, ცეცხლზე, ნაკვერჩხალზე, იმედია მომასწრებს ამოსვლას. კახეთში დაყარე მწვადი, შეწვი, შეჭამე. არ უნდა კიტრი, პომიდორი, ყველი, არაფერი არ უნდა რა ჩემი აზრით, მაგრამ როგორც ჩანს, ყობა მე გარიცის. ფიქრობს, მწვადი რო არ გამომივიდეს, იქნებ ამით მაინც გავძრე ფინალამდე. ეხლა გამოვიყენებ ფრეკენბროკის პლასტერს, და ჩემი ცომი დავასვენე. დღეს მე ვამზადებ კიდევ ჩემ ოჯახის ტრადიციას ბროწეულის соуს. პირდაპირ ნაკვერჩხალზე. соусისთვის დამჭირდება ნინჯა, ამიტომ გამოვიყენებ აი ამ უგემრიელეს ბრენდებს, როგორ მიყვარს, ყველაფერში მადგება ბარი, სამზარეულო, მოკლედ იცოცხლე რა, სულოგულო. 1 2 3 4 მეგობრებო, დარჩა სულ რაღაც 30 წუთი, ნახევარი საათი, ასე რომ კონცენტრირდით. ვაყრი მარილს ჩემ მწვადს, კახელებო თქვენ გენაცვალეთ. მწვადს მარილი არ დააკლოთო, ნათქვამია იმედია, იგივე შეცდომას არ დაუშვა, მლაში არ გამომივა. ყველაზე სწრაფად მე გადამოგვცეს ჩემი შამპურები ნაკვერჩხალზე. ესენი რაც საკეთებენ ვერ გავიგე. მაგრამ მე ხომ ორგანიზებული, მოწესრიგებული, სწრაფი, პროფესიონალი ბარმენი, მიქსოლოგი, ბარისტა ვარ. ერთი დავდოთ. ახლოს უნდა იყოს ერთმანეთთან, მე ასე მასწავლეს სოფელში. დავიწყე მწვადის გადება უკვე. მოვკვიდოთ ხელი. ერთი. გავასწორეთ და ვსოვდებთ.
ჩემი მწვადი უკვე იწვის. უფ ყოჩაღბეგუჩი. მაგრე გამოგიშლება და დარჩები მწვადის გარეთ. გავუყო ძმაო. ყველას ჩვენი ბედის წერა გვაქვს ცხოვრებაში. წავალ. არ წავალ. მე მასწავლეს. ყველამ თავის მწვადს მიხედოს და ყველამ თავის თეფშს ძმა. მე ეგრე მასწავლეს, სხვის თეფშს არ უნდა უყურო. აი ზუსტად. თუ წავალ საერთოდ დალაპარაკია ეს, გამოგიშრება. შენ გამოგიშრება თუ კარგია. რა იცის ბარმენმა მწვადის ეწო. წვეთიდან მოკლე გზა ვიცი ძმაო პირდაპირ ეგრევე ჩაგზავს თბილისს და შინა. მეგო, შენ ჯობია კოქტეილი გააკეთო, მწვადი არის. აუ დღეს არ იქნება კოქტეილი, მაგრამ ეხლა მომაფიქრდა რომ ყაბაკი შემიძლია დავაგდო უბრალოდ. შეიძლება ძალიან მაგარი გამოვიდეს, ვინ იცის. განიავებაც როგორ არიცი, ბიჭო. უი, ახლა ხარ. ბობიკო. არ არის სახში მოგვიანებით გადმორეკე. გიო. აუ. აუჩქარეთ თორე დარჩემ მწვადის გარეთ. დაგჭათ თუ. ცეცხლი დავანთე, დავაგიზგიზე, ველოდები წალამი როდის ჩაიწვება, რომ დავიწყო ჩემი მწვადების შეწვა. მე ვჭრი ეხა ჩემი სეტისთვის სალათას გემრიელად ჩაიტმარონა შეფერმა პია. აუ რა კაი სუნი გაუშვა. ვიჩქარი მწვადი ზალაგება. ფიქრობ რომ მწვადი ზალაგება ვიჩქარი, ამიტომ აუწევ ცოტა ნაკვეჭხას დაუდაბლებ რომ უფრო ნელი ტემპით შევწვა. ამასობაში ვამზადებ ტყემალს, თან შოულებრივ ტყემალსაც ვამზადებ, თან თანამედროვე გლეიზი მინდა რომ გავაკეთო. მე მჭირდება ნინჯას ბლენდერი რომ დავაბლენდერო ჩემი ტყემლის წვენი. მოკეთ ეს უკვე მოიხარშა, გადავიტანოთ ნინჯას ბლენდერში, თაფლი დავამატე, სოიო სოუსი დავამატე, რომ წაუსვა ჩემ მწვადს. უფ. აი უყურეთ, რა სილამაზეა. სამ მწვადი იწვება მომშივ და ამიტომ ტულჩინკას მოცარელას გავსინჯავ. აუ მაგარი რამეა რა. ოპა, ამ ხილორი მოვეჭროები უყურე, ოპა. ერთი რა მოუფიქრებია ამ შუა მაყალზე ეს პურის ცხობა. რა, ხოთია კაბიჯო უსუნეი ნახე, რა კაი არის. იქ. მწვადი სუნი ვარ აქ. არ არის მწვადი. მწვადი არ ყოფილა. ჩვენმა კობამ მწვადის ტურზე გააკეთა არა მწვადი. როგორც ჩანს, აქ მწვადის შეწვა მარტო მე ვიცი, იმიტომ რომ მწვადის გარდა დანარჩენების ყველაფერს აკეთებენ. დავალება იყო მწვადი და რა სუფრა. ესე იგი, ისეთი სასოწარკვეთილები ვართ, რომ მწვადის შეწვა არ ვიცით და გადავწყვიტეთ, გავაკეთოთ რაღაცა სხვა, ხო? ზუსტად. იქნა პურმა გადაგვიყვანოს ფინალში. შენც მოდი ხარ? მე მგონია შენ ჩები. იმედია მოასწრებს. სხვა გზა არ მაქვს ეს ჩემი პური კეთის ძვერიან ტაფაში უნდა გამოვაცხო. შებოლილ კარაქს უსმო. ჩემი მწვადს რო გემოაიღოს უფრო უკეთესად. მძინვარება აიღოს. ჩემ მოდი შევხედოთ იქიდან დავიწყოთ როგორი ოქროსფერია. კობიკო მწვადს კარაქი რაში სჭირდება? ჯერ ჩემსა შეხედე, მოდი ჩემ მწვადს შეხედე და მე შეხედე გიორგისას. ნახე როგორი კრისპია, ძვლები როგორ დაეწვა. შევწვი მწვადი. ისეთი ოქროსფერი, აი ნამდვილ კახურ მწვადს როგორ შეეფერება. უყურებ გიორგის მწვადს და გიო. დაგეწვა მწვადი გიო. ეს არის ტყემლის გლეიზი, ყემალი, სოიო სოუსი, თაფლი. დავადუღე, ფერმას კარაქის გამოვიყენე და ეს უნდა იყოს უგემრიელესი. დაგვრჩა 8 წუთი. ვიწყებთ ნელ-ნელა სერვირებას. ჩემი მწვადი იმედია შეიწვა. ერთი პური გამოცხა, სამცალს ვეღარ მოვასწრებ და ამიტომ ახლა მეორეს დავდებ, რომ იქნებ მეორეც მოვასწრო. თუ მეორეს ვერ მოვასწრებ, გავიტან ერთ ცალს. ცალკე იმას ვდარდობ, რომ კარგი მწვადი გამომივიდეს, ცალკე იმას ვდარდობ, რომ შეფხეთის ტაფა გადარჩეს. ისე მცხელა, რომ ახლა ბონასერას რძეს დავლებ. 58 არ ვიცი. კაი მწვადია? ისე რა? ისე რა მწვადიაო? რო იცოდეთ რა? აი ვისი არის, ვინ გავარდა აბა? დედა რა ლამაზია? 30 წამი. ვამზადებ ბოსტნეულის მწვადსაც, მაგრამ არ მომწონს და ამიტომ გადავწყვიტე არ გავიტანო. ბოსტნეული ჩამივარდა. ბოსტნეული ჩამივარდა, ვერ გამოვიყენებ ამ ბოსტნეულს. მაგრამ რა თქმა უნდა არ უნდა გავჩერდე, იმიტომ რომ დრო ფიზიკურად აღარ მაქვს, ამიტომ დავიწყებ მწვადების დაწყობას. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 ხელები მწვადი შესაძლოა მოცემული 70 წუთი ამოიწურა. იმისთვის რომ გავიგოთ ვინ გადავა ფინალში, ჯერ უნდა დავაგემოვნოთ მათი შემწვარი მწვადი. ასე რომ პირველს ნინის თხოვ რომ მოიტანოს თავისი კერძი მაგიდასთან.
გული აი ასე დუდუშ აი მესმის ყველაფერი. ეს არის ერთნაირი ორი ერთნაირი არის, კიდე ერთი არის განსხვავებული, ხო? განსხვავებაში რა გაიგულისხმება? ანუ დაბეგვილი არის ხორცი, ფენა არის გაკეთებული ხორცი, ქონი და მე არის გაკეთებული ბოლოს გლეიზი, ტყემლის. რაღაც ჩურჩხელისავი დამიყურე. დამატებული თაფლი, სოიოს соуსი და კარაქი. რაღაცა გლეიზი, ტკბილი, რაღაცა მჟავე, რაღაცები ფელამუში. ინიკო, მწვადი. ასევე ტყემლისწვენი მოგიმზადეთ, მაყალზე შემწვარი პომიდორი და ბულგარული და ვოსნეულობ. დავიწყოთ ჩვეულებრივი მწვადი. მწვადია. ხახვი არის ფანტასტიკური. ძალიან უხდება. ეს ძალიან ცხარეა, ტყემალი არ გამისინჯია. ეს რა არის? ბულგარული და პომიდორი და პომიდორის მაყალზე შემწვარი და მე რაღაც შეჭავანდივით გაკეთებული. ტყემალი მჟავეა. აი ეს ფენა შემწვარი მწვადი არის ფანტასტიკური სეგემრიელის. უბრალოდ ამასაც ცოტა ჩემი გემოვნებისთვის ცოტა ზედმეტია, ანუ კარგია უხდება, მაგრამ უფრო მეტია ვიდრე ეკუთვნის რა. რა. ზევიდან წასმული ტყემალი რაღაც გლეიზი გააკეთეთ რაღაც ყველა ტაფა გამისვარეს, რაც კი შეიძლებოდა რომ გაესვარა და მაგრამ გემრიელი გამოვიდა. არ უნდა ნიკო კარგი წვაც ტყემლის გლეიზი. დან. მალსა რესტორნის ბაიბებია. რესტორანში წვავენ ესეც წვავს. რესტორანში წვავენ ეგეც წვავენ. მადლობა. რა, არ მოგეწონა? რატო? მე კაია. ნინო, როგორც უამზადე შენ წვადი, კლასიკურად ძალიან გემრიელია. ის რაღაცა ახალი, უბრალოდ წვაც ვერ დავარქვევდი, მაგრამ ეგეც ცუდი არ არის. მომწონს შენი პრეზენტაცია, მომწონს რომ ტყემალი მოამზადე, ასევე ნაკვარშხალზე ბოსნეულებით მოგვიმზადე. მომწონს ასევე რომ წითელი ხახვი გამოიყენე და არა თეთრი ზებუნი. მადლობა. გემოები, კარგი გემოები. მადლობა. იღებს შესანიშნავ შეფასებებს, რაც რა თქმა უნდა მოველოდებოდი და ძალიან მიხარია. და ის რო არ გასინჯა? იმას მე გავსინჯა. ეს არის წითელი იმას ვერ წვდები იქიდან თმო. რას ვერ წვდები? ოლაფა. ავტო. მე ეს გასინჯა. ფანტასტიკურია ეგ. კლასიკური მწვადია, არ მაქვს პრეტენზია. რაც შეეხება შენებულ ხედვას და ცხიმთან ერთად ამის გაკეთებას, ძალიან ფაფუკი, ნაზი და სასიამოვნო გემოა და მე იმასაც კი ვიტყოდი, რომ კლასიკურ მწვადზე უფრო კარგად იჭმევა და უფრო სასიამოვნოა. რაც შეეხება ბულგარულის და პომიდორის ნაკვარშის შეწვას, ჩემთვის ეს ძალიან განსაკუთრებული ამბავია, როდესაც აი ამ ნახშირის და კვამლის არომატს იღებ. ასე რომ მე სრულიად კმაყოფილი ვარ, ძალიან მომეწონა შენი ნაშრომი და გემოებზეც პრეტენზია არ მაქვს. ძალიან დიდი მადლობა. შენ მაყალს შეგიძლია დაუბრუნდე. მე კმაყოფილი ვარ. პირველად ცხოვრებაში ესეთი მწვადები გავაკეთე. შემდეგი მონაწილე ვის მწვადსაც გავსინჯავთ, ეს არის კობა. კობა გთხოვ შენი გოლი მაგიდას. მიდი კობიკო. მოკლედ, კობიკოს წვადი გამოიყურება არაჩვეულებრივად. თუ სხვა რაღაცებს არ ჩავთვლით. რა მე არ მომწონს წვადთან რა სხვა რამეები. კობა, ეს პურები შენ დააცხვე? დიახ შე. კობამ გამიფუჭა ყველა ტაფა, რაც კი მქონდა საერთოდ. ერთი შე. დაიწყებო ყველა როგორ გააფუჭა ყველაფერი. შევწვი ნამდვილი კახური მწვადი, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია, არ გადამიხვევი არც. ტაფა რაში გჭირდებოდა ნაკვარჩხალში ეგ ამიხსენე. კარაქი გავალღვე, რომელიც შევბოლე და მე მწვადს გადაუსვი როზმარინით, რომ გემოაიღო და ვფიქრობ, რომ კარგ გემოს მისცემს და გამოვაცხე იმ ტაფაზე პურები. გასაფუჭებელი ყოფილა ეგ ტაფა. კი ბატონო. შეფარდება. მერე?
გავაკეთე აჯიკა, ეგაჯიკა გამოვიყენე კიტრი პომიდორის სალატში, ისეთ როგორც ბებია ჩემი აკეთებდა ხოლმე. და მამა ჩემიდან დარჩენილი მაქვს გუდის ყველი, აი ზუსტად ამას ჭამდით ხოლმე ჩვენს საფხულობით. ვეღარ ვითქვი. ეგ ბავშვების გემოებია და მაქვს ახალი ტყემალი, ახალი მწვანილები. და აღნიშნავ, რომ პურისთვის არ დამიმატებია მარილი, რადგან ყველი ფარავს იმ უმარილობას პურისას არ მინდოდა რომ ზედმეტი მარილისკენ წაეღო. და მამამ დამიტოვა ყველი რას ნიშნავს? ჭამდით გუდის ყველს. მეცხვარე იყო მამა ჩემი და ტრადიციად არის დარჩენილი ჩემ ოჯახში. მაგარია რა. მაგარია. სინჯობს შეფქეთი ჩემს წვას და ყველაზე მეტად ნერვიულობ რომ ტაფის გამო არ მომხდეს. აუ, მაგარია. აჩა. მადლობაშე. ღირდა, ტაფა გაფუჭება. აუ, აი, ყვადი რა. მადლობაშე. აი ნაჭრებიც აგირჩევია. კობიკოს წვადი გამოდგა არაჩვეულებული. რატო არა რომ აი ნაჭრები ქონდა? მარილი და კარგად. ძალიან გემრიელია. დიდი სიამოვნებით დავიწყებდი პური, გუდა და კიტრი პომიდორი და ამას სოფაში მწვადი რომ შეიწვებოდა მივაყოლებდი მწვადს. მწვადისნაირი არაფერი არ არის ამ კობზე, იმიტომ ფანტასტიკურია. ძალიან იშვიათად ახლა ვიძახით და ხმით. მადლობაშე. იშვიათად ჭამ ამ ბოლო დროს კარგ მწვადს. მაგფასიან ტაფაში რო შემეწვა, მეც მაგარი ვიქნებოდი ძმა. ეს არის იდეალური მწვადი, ისეთი როგორც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარებოდა რომ საუკეთესო მწვად შევწავდი. და მინდა დაგიმატრო ტყემალის არის არაჩვეულებრივი. ეგეთ თამას აკეთებდა ბებია ჩემი. სუ. ეს არის ის გობი, რომლითაც სიამოვნებას იღებ, ეს უბრალოდ ჭამა არა, ამით ჟარგონზე кайფობ რა და ბუნებაში ზუსტად აი ეს კომბინაცია ის რაც უხდება. ყობა ჩემი აზრით უკვე ფინალშია. აი უეჭველი. ეჭვიც რო არ მეპარება. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა. შეგიძლია დაუბრუნდე შენ ადგილს. დიდი მადლობა შენ. რეკლამის შემდეგ ნახავთ. ყაია. რბილი და გადასარევი. ნაღდი ჯიგრული, გაიმწვად. იდეალურადაა შემწვარი. შეფების ლიგის მე-6 სეზონის პირველი ფინალი იქნება. შემდეგი მონაწილეების წვათსაც დავაგემოვნებთ, იქნება ბეგო, გქონს შენი წვადი მაგიდას. ბეგო. რაღაც ჩატეხილი ვეღარ მოდიხარ. ბეგო, მოგვიყევი რა მიმართულებით წახვედი და რა მოვიდა ჩვენამდე. მე მოგიბზადეთ სამი სახის მწვადი. აქ გახლავთ კლასიკური კახური მწვადი, გახლავთ ასევე დამარინადებული ხავხში და პილპილში და ასევე ბოსტნეულის ყაბაყი შეგხვდებათ და წიწაკა. ბეგო, ყაბაყი რამ გაგატანა მწვადთან? ამის გარდა გავაფორმე სტანდარტულად ბროწეულით, მწვადსაც აქვს ბროწეული ზევიდან და ასევე ბროწეულის соуსი მოგიბზადეთ, რომელიც ჩემი ტექნიკით არის მომზადებული. ჩვენთან ზოგადად ქართლში და თუმეტეს გორის რაიონში ესე ვიცით, რომ მწვადი ბროწეულის გარეშე არ იჭმევა და ზოგადად ჩემს ოჯახშიც ჩვენ ბროწეულის პლანტაციები გვაქვს და რთველზე აუცილებლად მწვადი ბროწეულით არის, აუცილებლად. ჩვენთან რთველში გეპატიჟებით სველოდებოდი და არც არ იქნება პრობლემა შევ. არც ეგ არ იქნება პრობლემა. აქ რომელი არის? ხო, ეგ არის დამარინადებული თეთრ ხავხში და პილპილში. შავ პილპილში. ყაბაყი არის უგემრიელესი შევ. კიდე ყაბაყი მართლა მაგარია. რა ყაბაყი? მაგარია. შენ თუ ყაბაყის იმედად გამოყვები? არა, მე მწოდის იმედად რა თქმა უნდა. რა ყაბაყი? კი. ეგ შენ რა ეგ ყაბაყია? მე შევწვი შენ. ცუდი მწვადი ნამდვილად არაა. უბრალოდ ტყუილა გიწვალია მარინადის გასაკეთებლად, იმიტომ რომ დროც ისეთ შეზღუდული ქონდა, ისედაც ვერ აიღებდა იმ გემოებს, რაც ჩანაფიქსში ქონდა და საინტერესოა ძალიან ეს ბროწეულის მოტკბო გემო სასიამოვნოდ უხდება მწვადს. ძმა ბროწეულის соус უნდა კარგი მწვადი და ეგ კარგი მწვადი კიდე მე მაქვს. ყაბაყია. მიხარია თუ მოგეწამეთ.
ძალიან ნორმალური მწვადია. არა? მაგრამ ეს წვენი არის არაჩვეულებრივი. ჩემმა ბროწეულის соუსმა იმედები რა თქმა უნდა გაამართლა. წვადის ტურში გამოგივიდა საუკეთესო ბროწეულის соуსი. რაღაცა განსაკუთრებული, აი დიდი სიამოვნებით რაღაცას შევწავდი წიწილას და ამას ჩავასხავდი. ჩაბიჟინებ. და ჩავაბიჟვინე. და იქნება აი რაღაც ეგეთი არის რა. ცოტა მშრალია, გაიგე? ეს ძალიან გემრიელია. ნახე ბილად გაიჭა. ბეგო მომწონს რომ მოუხდინეს პროცეული წვას და ერთადერთი რაც შეიძლება რომ შენიშნა იყოს ამ წვაში ჩემთვის არის რომ ანუ შეიძლება სხვა ნაჭრები აგერჩია რა ცხიმთან ერთად რა რაც უფრო გემრიელი იქნებოდა და უფრო არ გამოშრებოდა ხორცი. მადლობა ბეგო შეიძლება დავუყნე შენ. აუ. ბრავო. და ბოლო მონაწილე ვის წვასაც დავაგემოვნებთ იქნება გიორგი. მოგზანდით თუ შეიძლება და თქვენი კერძი მოიტანებ მაგიდასთან. იმედი მაქვს ჩემი წვადი აჯობებს დანარჩენ წვადებს. აბა გიორგი მოყევი რაკენი? ესე იგი მე მოგიმზადეთ წვადი ორნაირი, არის უმგზეურის ნაწილი და არის კისრის ნაწილი. ვფიქრობ კისრის ნაწილში მარინადი შევიდა, ასე ვთქვათ, აიღო, რადგან დავამატე ბროწეულის წვენი, სიმჟავიანობა უფრო გახსნიდა ფორებს და გაზიანი წყალი, ასევე აქვს დაფნის ფოთოლი, პილპილი, მარილი. და მაქვს ასევე მომზადებული ტყემალი, ცოტა ალუჩა აქვს გარეული, ახალი მწვანილები, ახალი ნიორი. და ვფიქრობ კისრის მწვადს მოუხდება. უმზაურს ჩემი აზრით არ ჭირდება. კაი, ახლა დამარინადებული ეს ეგ არის ხო, ეთყობა ფერზე. 70 წუთში როგორ ვერაფერი ვერ მოსწარი, ეს არის სუ? კარგი რა გია. კაია. კაი მარინადია. რბილი და გადასარევი. ძალიან კაი მწვადია. პრეტენზია მაქვს 0. ძალიან კარგია. გონია რომ ფინალში უნდა ვიყო. კაი მწვადია რა, აი კარგად ქუჩაში ხო? ქუჩაში აი რაღაცნაირად რო შეწვალ გემრიელად აი ეგეთია. იდეალურადაა შემწვარი, სინოტივე და სირბილე შენარჩუნებული აქვს, პრეტენზია საერთოდ არ მაქვს, პირიქით ყოჩაღ ძალიან კარგადაა მომზადებული. კონკურენცია აქ კი არა, აი აქ არის, აი აქ არის. კლასიკური მწვადი უფრო მომეწონა მე ვიდრე მარინადი, მე შემაგრად მარინადზე არ ვიწვალებდი. ვიწვალებდი უფრო კლასიკური მწვადში ბევრი ნეკნების ამორჩევას. მაგარი მწვადია უბრალოდ აი ეს ნაჭრების არჩევაში რომ იზრო და გეთმო რაც მარინადში იქნებოდა კიდე უფრო ვაუ რა. მომწონს რომ რაღაცა პიჭუ-პაჭუ რაღაცები არ დაამატე კიდე და მაგარი გამოვიდა რა. პიჭუ-პაჭუ. კახეთში რო ხარ თველზე და რომ მორჩება თველს დაიწურება და რომ მოგიტანენ კაი მწვადს. აი გარი რა. ნაღდი ჯიგრული, კაი მწვადი. ასე რომ შეგიძლია დაუბრუნდე შენ ადგილს, დიდი მადლობა. დღეს ნახევარ ფინალში თქვენი დავალება იყო რომ მოგემზადებინათ მწვადი. მოკლედ არაჩვეულებრივად იმუშავეთ 4-ი. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. პირველ რიგში დიდი მადლობა კლავ ქეთის, რომ გვიმასპინძდა ასეთ მშვენიერ გარემოში და განწყობაც არის რადიკალურად განსხვავებული და ამაღლებული. რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა 4-ვე თქვენგანს. არ იყო მარტივი ნახევარფინალამდე მოსვლა და ამ ბრძოლაში თქვენ ღირსეულად იმუშავეთ და დღეს ჩვენს წინაშე ხართ. პირველ რიგში მეც მინდა მადლობა გადაგიხადოთ ესეთი წარმატებული სეზონისთვის. თქვენ ნამდვილად ძალიან მაღალი თამასა აჩვენეთ მე-6 სეზონში და ღირსეულად მოხვედით ნახევარფინალამდე. თუმცა ფინალში მხოლოდ 3 ადგილია. ახლა უნდა გამოაცხადონ ფინალისტები. და ამ 3 ადგილს დაიკავებს ის, ვინც დღევანდელ შეჯიბს გაართვა ყველაზე საუკეთესო თამაში. თან მინდა რომ პირველი ჩემი სახელი თქვა. ვაიმე. შეფების ლიგის მე-6 სეზონის
პირველი ფინალისტი იქნება. პირველი ფინალისტი არის ჩემთვის ძალიან საამაყოდ ჩემი კიდელის მფლობელი კობა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფინალში გამარჯვებული სწორედ მე ვიქნა. ცალ კობა შენ ხარ ფინალში. შეგიძლია დაუბრუნდე შენ ადგილს და გააგრძელო ბრძოლა გრანდიოზულ ფინალში. კობიკო. არა უშავს კობიკო, დამელოდე მოვალმე. ძალიან გაგვირთულეთ დღეს გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ბევრი ჯაბაასის და განხილვის მერე გამოვავლინეთ მეორე ფინალისტი მე-6 სეზონის. კობას გვერდში ფინალში იბრძოლებს დღეს ერთ-ერთი საუკეთესო მწვადის ავტორი გიორგი გილოცავ. შენ ხარ მე-6 სეზონის გრანდიოზულ ფინალში და აბა შენიცი წარმატებებს გისურვ. ძალიან ბედნიერი ვარ, უკვე ფინალში ვარ და დაუმტკიცებ ყველას, რომ მე გამარჯვების ღირსი ვარ. შეგიძლია კობას შეუერთდე. დავრჩით მე და ნინიკო. რა რთულია ღმერთო ჩემო. ყველაზე რთული გადაწყვეტილება, როგორც მასპინძელს დამიტოვეთ მე. პატივი გეც. ხო, პატივი წეს ბიჭებმა. ესე იგი, არაჩვეულებრივი გამორჩეული წყვილი ჩვენ მე-6 სეზონში იყავით თქვენ ორნი. ძალიან ვისიამოვნე, არა მარტო თქვენ ორი დავამატებდი მხოლოდ ერთი წყვილი, რომელიც შერჩა ფინალამდე. ხო. წვილად აღარ შერჩა, მაგრამ ორივე ერთი მაგიდიდან შერჩნენ ბოლომდე. ხო და ამისთვის დიდი მადლობა. რთული იყო თქვენ ორს შორის ერთ-ერთის არჩევა, მაგრამ რადგან გადაწყვეტილებას ვიღებთ აქ და ახლა, ამიტომ თქვენ შორის ფინალისტი იქნება ჩემი გულის ვარდი, ქალბატონი ნინოჩა. ნინიკო! გული მაქვს ძალიან აჩუყებული. ნინა, შეგიძლია შეუერთდე შენ მეგობრებს. მზად ვარ ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის, რა თქმა უნდა. ბეგო, ნამდვილი ფეირვერკი ბიჭი ხარ. აი, ნამდვილი. მადლობა. დიდი მადლობა ბეგო, ტყუილა არ გადმომიცია შენთვის გიტელი, რაც დავინახე იმ მომენტში შენი, ასე ვთქვათ, ქარიზმა, მონდომება. იმან კი უაღწია დღევანდელ დღემდე ნახევარფინალამდე, თუმცა იბრძოლო ნახევარფინალში ეს კიდე უფრო რთული ეტაპი არის. შეხარ ძლიერი მონაწილე, წარმატებას გისურვებ და ვიცი რომ შენ სფეროში და კულინარიაშიც თუ მოინდომებ შენ წარმატებას მიაღწევ. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა. მე ხარია თუ ამოყავთ. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ვიყავი და მიიღე ამ პროექტში მონაწილეობა. ბარიდან სამზარეულოში გადმოხვედი, ავთომ კიტელი მოგცა, მოაღწიე თითქმის ფინალამდე, ნახევარფინალის დიდი განაცხადია და სამზარეულოში თუ არა, ბარში ჩემთვის ერთ-ერთი ნომერ პირველი ხარ საქართველოში და იმედია ნომერ პირველიც გახდები ამ სფეროშიც. მადლობა შენ. წარმატებებს ვისურვებ. მადლობა ბეგო, ეხლა კი გემშვიდობებით და წარმატებები ვუსურვე შენ ეხლა უკვე მეგობრებს და დაგვიმშვიდობე ჩვენ. პირველ რიგში შეფებო, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხაროთ ამ შანსისთვის. ჩემთვის აქამდე მოსვლა ძალიან ბევრს ნიშნავს. მე არ ვფიქრობ, რომ შეფების ლიგა წავაგე, რადგან მე ცხოვრებაში ვარ გამარჯვებული. მინდა ჩემს უსაყვარლეს მეტოქეებს, ასე რომ ვთქვათ, და არა მხოლოდ მეტოქეებს, ჩემს კარგ მეგობრებს უკვე ყველას გისურვოთ გამარჯვება და წარმატება. ჩემთვის ყველანი გამარჯვებულები ხართ, ისევე როგორც მე. და ვფიქრობ, რომ ეს გადაცემა არის ერთ-ერთი საუკეთესო სატელევიზიო შოუ, რომელიც შანსს აძლევს კარგ კულინარებს წარმოაჩინონ საკუთარი თავი. მე ბარმენი ვარ, მოგეხსენებათ და ჩემი აქამდე მოსვლა თავისთავად უკვე გამარჯვებას ნიშნავს, რადგან ასე ძლიერ მზარეულებთან მომიწია პაექრობა, ასე რომ ვთქვათ. უღრმესი მადლობა. მადლობა შენ, ბეგო. გამშვიდობებით. აბა ბედნიერად. წარმატებები. გემშვიდობებად. პროფესიონალი ბარმენი მიქსოლოგი, ბარისტა, ღვინისა და უდის სომელიე, მწერალი, კონტენტ კრეატორი, მხატვარი, მუსიკოსი და უკვე პროფესიონალი შეფ მზარეული დავით ბეგიაშვილი. იუთუბერი? წარმატებები რა, ნებისმიერი გამარჯვება, ჩემთვის გამარჯვება არის, ყველაზე ხარ და აბა, ჭიშკარი საით არის? ჭიშკარი იქით არის. საით არის? წავედი ახლა წყნეთიდან გავუყვები თბილისის გზას. ფეხით ავისეინებ. კაცი. გზაში თუ შემოხვდით გამიყოლეთ რა. შეფების ლიგის გენერალური სპონსორია საკონდიტრო და გასტრონომიული ინგრედიენტების შოურუმი და სუპერმარკეტთა ქსელი ბონასერა. თქვენი გზამკვლევი გემრიელ საქმიანობაში. გადაცემის სპონსორია სელპაკი.
გადაცემის სპონსორია ფრეკენბოკი. შენს ხელშია ყველაზე მნიშვნელოვანი, საიმედო, სათუთი და მზრუნველი. ფრეკენბოკი, ოჯახზე ზრუნვა შენს ხელშია. გადაცემის სპონსორია ტკბილი ქვეყანა. იცხოვრეთ ტკბილად, ტკბილ ქვეყანასთან ერთად. გადაცემის პარტნიორია ტულჩინკა. ამზადებ სახლში თუ რესტორანში. მოამზადე ტულჩინკასთან ერთად. ტულჩინკა უკრაინიდან. შენი შეუცვლელი დამხმარე სამზარეულოში. გადაცემის პარტნიორია ფერმა. ფერმას რძის პროდუქტები მზადდება საუკეთესო ფერმერული რძისგან. ფერმა. უმაღლესი ხარისხის რძის პროდუქტები უკრაინიდან. გადაცემის სპონსორია ნინჯა. ნინჯა, მიიღე მეტი. გიორგი, კობა, ნინო, გილოცავთ ფინალში მოხვედრას. თქვენ შორის ერთი გამარჯვებულია და ამ გამარჯვებულს გამოვავლენთ ზუსტად ერთ კვირაში შეფების ლიგის გრანდიოზულ ფინალში. ასე რომ ჩვენ გემშვიდობებით ერთი კვირით ერთ კვირაში გავიგებთ თუ ვინ გახდება შეფების ლიგის მე-6 სეზონის გამარჯვებული. შაბათს 18 ივლისს ეს უკვე ფინალია. დღეს ის დღეა, რომლისთვისაც მთელი სეზონი იბრძოდით. სეზონის კულმინაცია შეფების ლიგაში. თქვენი კერძები მაგიდათ. კობა, გიორგი და ნინო. ეს ბედნიერების რემლებია მართლა. მთავარი კერძი და შოკოლადის დესერტი გადამწყვეტ ბრძოლაში გამარჯვებულს გამოავლენს. ეს კერძი არის უნაკლო, იდეალური და უგემრიელეს. შეფები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ძალიან მაგარია რა. ძალიან გემრიელია. შეფების ლიგას ახალი ტრიუმფატორი ხავს. შენ მაგარი შეფი იქნები, იცოდე. შაბათს 18 ივლისს 22 საათსა და 30 წუთზე. თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია. ბრწყინვალე ფინალი შეფების ლიგაში.